საუბრობს სასამართლოებს და სასამართლოებს დაემატა ერთი წყება. ეს ხო შეიძლება რაღაცნაირად ვაგონებს შევანაძე ერთდროულად რა სამართლებდა და ზვიადისტებსაც და იმათაც ვისაც ზვიადისტებს ვის ხელითაც ზვიადისტებს ებრძოდა მხედრიონს გვერდ ოთახებში. აი რაღაც ეგეც დგამს ახლა ივანიშვილი ასამართლებს აქციის მონაწილეებს და ამავდროულად ასამართლებს ვისაც ვისი ხელითაც აქციის მონაწილეებს არბევდა ძმებ მიქაძეებს და მთლიანად ამ კრიმინალურ ინფრასტრუქტურას. მოდი აღწეროთ რა რეალობა არის ამ ხრივ საქართველოში დღეს მათ შორის ხელისუფლების შიგნით. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. Talხენი მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს რეჟიმს, ეს უნდა ვიცოდეთ. მართალია საფრთხეში პროტესტს უჭირს და ის ხალხი, ვინც ნაწყენი იყო რეჟიმზე, არსად არ გამქრალა და არსად არ წასულა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ რაოდენობით მართლა არ არის. მაგრამ ამავე დროს რეჟიმიც არ არის დარხენილ მდგომარეობაში, იმიტომ მას უწევს, ასე ვთქვათ, მის მიერ არასწორი ქმედებებზე რაღაცა რეაგირებები. მათ შორის ის მარბიელი რაზმები, რომლებიც ეხმარებოდნენ ფორმის გარეშე აქციების დარბევაში, თავის ტკივილად გადაიქცა, იმიტომ რომ შეკვეთილი კვლავებებზე ლაპარაკი და საუბარია მძიმე დანაშაულებზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმით თავისთავად უნდა ვაღიარო მეც რომ აი თავი რა მტკიცებულებებს გამოაქვეყნეს, გასაგებია რომ ბათელი მტკიცებულებებია მიქაძეების წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგ ძალიან გადაჯაჭვული ხალხი არის აშკარად. ოღონდ ამოთ ყველას უკან ფარცხელად ზედგას და ეს ანუ მათი ნაწილი იყო ეს ხალხი, ანუ ვიღაცა მათთან დაპირისპირებულები კი არ იყვნენ, მათი ნაწილი არის და რაღაც ეტაპზე ამაზე ძალიან ბევრი დაწერილია ალბათ თქვენს გაგო რეჟიმი რაღაც ეტაპზე იწყებს ჭამას თავის რაღაცას უნდა რომ წესრიგი მოიყვანოს, ვიღაცას უნდა რომ თითქოს კორუფციას ებრძვის, თითქოს ვიღაცებს ძალას აჩვენებს. ანუ სისუსტის განცდა, კომპლექსი არის სისუსტის და არ უნდა რომ სადავეები დაკარგოს ხელიდან და ცდილობს რომ ყველასთან რაღაცა ფორმით ძალა ვითომ ძალა აჩვენოს ამის მტკიცებაშია. სულ მე ვარ ხელისუფლება ამის მტკიცებაში და ამაში უწევს ამ ნაბიჯებზე წასვლა. სინამდვილეში რეჟიმი არ არის კომფორტულ მდგომარეობაში და თქვენ ძალიან კარგ თემას საუბრობთ წინასწარ უმართან. ბუნებრივია რეგიონში არსებული ვითარება ჩვენსაც ახდენს გავლენას. მით უმეტეს ის ფაქტორი, რომელიც ახლა თქვენ საუბრობთ წინასწარ უმართან, რომ ესე იგი ამერიკა იღებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, გარანტიას, ხო აბსოლუტურად სხვა რეალობა ვერც წარმოვიდგენთ, ხო? შეიძლება გვეფიქრა, რომ თქვა საქართველოს იყო მოწინავე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიფიქრებდე, სომხეთი და აზერბაიჯანი იქნებოდა ფორტპოსტი და ამერიკა აიღებდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას და არის საუბარი, რომ ამერიკული ჯარი შეიძლება დადგეს ამ უსაფრთხოების გარანტიად რეგიონში. რაზე ვლაპარაკობ და მიუხედავად deep state-ი, ხო? აი აბსურდია. იძახიან, რომ ტრამპი დამარცხდა deep state-თან, მაგრამ ეს დამარცხებული ტრამპი ყველგან მიდის და მშვიდობას ამყარებს. ხო, სომხეთი და აზერბაიჯანში არის, ანუ აბსოლუტურად სხვა რეალობა და ჩვენ გვაცხოვრებენ როგორ რეალობაში, თქვენ რასაც ვუბრალო, ხო? სინდისის პატიმრებს ასამართლებენ, პოლიტიკოსებს ასამართლებენ. ამავე დროს როცა რეჟიმმა მიუშვა პროცესი, უცებ შეკვეთილი კვლავებები დაიწყო და მაფიოზური გარჩევები და დაპირისპირებები გუნდის შიგნით დაიწყო, ესეც ხო ფაქტია, რომ ადამიანი მიიყვანებს თვითმკვლელობამდე იმის გამო, რომ რაღაც ქონება ნაძარცვი ვერ გაინაწილეს ერთმანეთში, ხო? ეს ყველაფერი არის ჯაჭვი და არ მეტყველებს ხელისუფლების ეგრეთ წოდებული რეჟიმის სიძლიერეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ ეს ჩვენ მეტი ვართ ირაკლი ხო ხალხი ვისაც არ უყონდა რეჟიმი და ხალხი რომელიც ხარს უჭერს ერთიან ძლიერი ევროპული საქართველოს იდეას უფრო მეტი ვართ ხო, მაგრამ ვართ აქსაქსულები. აი აქ არის რით სარგებლობს, რომ ჩვენ რეჟიმი სარგებლობს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ყველას მათ შორის ოპოზიციაში არა გაზრებული რა საფრთხეს უქადის ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს და თავისი მოდაში გადავიდეთ ამ ოპოზიციურ სტრატეგიებთან დაკავშირებით. ამ ზაფხულში დაქუცმაცების მეტი არაფერი არ გვინდა. კი ბატონო, ფაქტია მოცემულობა. სამული სიტყვები მახსენდება ხოლმე უბსკრულსა ხადის, იმიტომ რომ რაღაცა უარესი და უარესი გვესმის მხოლოდ და მხოლოდ. როგორ გამოიყურება პოლიტიკური პარტიების სტრატეგია ამ ზაფხულს და მართალი გითხრა მოდის როცა წესით ბუნებრივად უნდა გააქტიურდეთ. თქვენ ესე იგი მიტყვი რომ ირაკლი არის გამორჩეული, არ იყო ჟურნალისტი, იყო პოლიტიკაშიც და არ არის ადვილი რომ ისეთი რამე გითხრათ ეხლა რომელსაც თქვა ადვილად იყიდით, ამას ანგარიში უწევ და არც ვაკადრებ საზოგადოებას. სტრატეგია ნამდვილად მე არ ვიცი, ორი სტრატეგია ვიცი სულ. ერთი სტრატეგია ვიცი, გიორგი ვაშაძემ გამოაქვეყნა გეგმა 8 პუნქტიანი, ეს გეგმა ვიცი და მეორე გეგმა ვიცი, რომ არის ადამიანები, ვინც ამბობს, რომ 4-ში არჩევნებში მონაწილეებიც და არ მონაწილეებიც იქნებ
გავერთიანდეთ და ალტერნატიული პროცესი შევქმნათ. აი ეს მოცემულობა არსებობს. აი თქვენ გიორგი ვაშაძის ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ქონდათ თუ არა სხვა პარტიებთან კონსულტაციების შეხვედრები განიხილეთ თუ არა? ესე იგი, ეს პროცესი მოდი ბურო შევაჯამოთ გიორგის მოწოდება მაინც იყო რომ საერთო ნიადაგის საერთო პლატფორმის ძიება მიუხედავად არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციებისა. მართლა ეგრე ორი იდეა. მიუხედავად იმისა რომ შევხედოთ 4 ოქტომბრის შემდგომ დღეებს ამ პერსპექტივიდან რომ მაინც საერთო ბრძოლაში ყოფილიყო. რა თქმა უნდა, რა. გასაგები ხედვარი ჩემთან ყველაზე ახლოს უნდა. და ირაკლი და ფუფუნებაც არ გვაქვს რომ ვიღაცას უარი უთხრას რომ შენი ადგილი აქ არ არის, იმიტომ რომ საერთო ბრძოლაში ჩვენ არ ვიჩევთ ვინ იქნება საქართველოს გადაჭრა. ამ ყველაფრის ფორმა, მაინც ემოციები, ჯერ კიდევ მე მგონია რომ დუღილის იმ ტემპერატურაზე ზედა ყველაზე ზედა ტემპერატურისთვის არ მიუღწევია. არ მიუღწევია. ჯერ კიდევ წინ არის. აი, როცა აი არჩევნებში მონაწილეები და არ მონაწილეების აი ეს პოზიციები ძალიან გაიყოფა და ამიტომ შესაბამისად რაც საერთო პლატფორმის ძიება ასე დროს ძალიან რთულად მესახება. მაინც როგორ არის პრაქტიკულად ეს ყველაფერი? ესე იგი პრაქტიკულად როგორ არის? მე რო გითხრათ და კიდევ ერთხელ გამემეორებ, ეხლა ვიღაცა ასე ღიად გამოვა და გაბედავს და ერთიანობის წინააღმდეგ წამოვა, იგითი არ არის. მაგრამ ქმედებებით ხედავთ რომ რაღაც არ მოწონთ. ზოგს გიორგი ვაშაძის გეგმა რო არის, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რომ გიორგი ვაშაძის გეგმა იყოს, თავის გეგმა იყოს, როგორ ერთიანობა შედგეს. აი, სულ არგუმენტად მომაქვს, რაც იმ გიორგი ვაშაძის წერილში იყო თქვენც ნახეთ ირაკლი, რომ ტაქსოქსული უმრავლესობა ვარ და იმისთვის რომ ეს გადავაქციოთ ქმედით ძალად და ენერგიად, რომელიცაც აი რეჟიმი გაუწევს ანგარიშს და იძულებული იქნება დათმობაზე წამოვა, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად ამას მივცეთ მიმართულება და ეს ენერგია დავხარჯოთ რეჟიმის წინააღმდეგ. ამაზე ლაპარაკი. ამის მოწინააღმდეგე როგორ შეიძლება ვინმე იყოს ქართულ პოლიტიკაში და ამბობდე რომ მე ჩემი ვიწრო რაღაცა დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკური ეხლა 1% მაქვს და 2 თვის მერე მექნება 5% და ამაზე მუშაობ. ეხო არარეალისტურია, იმიტომ აი თუნდაც ვაგროვებთ ხელმოწერას, ან თუნდაც ვაგროვებ მხარდამჭერებს. ეს მხარდამჭერები რისთვის გვჭირდება საბოლოო ჯამში? თუ პროტესტზე არ მედიხარ ოქტომბერს, ან იქ არ აკეთებ მობილიზებას, ან მომავალში არჩევნებში არ გეგმავ გასვლას, რა თქინდა ეს ხელმოწერების შეგროვება, ან რა პროცესს უმიზნებ და რას ველოდებით. ამიტომ აუცილებელია დროებით, აი მეგობრებო, მეც არა ვარ ახთუანებული ოპოზიციურ ლიდერზე და კოლეგაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დავივიწყოთ, ამაზეა გიორგი ვაშაძის გეგმაზე ლაპარაკი. მოდი მივიყვანოთ ეს გამარჯვებამდე. ხალხი ახლა ჩვენგან არაფერს არ ითხოვს, ხალხი ითხოვს უბრალოდ რომ ყველამ ერთად მივაწიოთ გამარჯვება. საქართველოს არის ასე ვთქვათ ამ რეჟიმთან დიდი ხანია ჩართული ამ მოძალადე რეჟიმთან და ეს გამოვიყენოთ გეოპოლიტიკური ისტორიული შანსი და საქართველოს გავიყვანოთ სამშვიდობოს. აი ეს უნდა ყველას იყოს, საქართველოს იყოს დაცული, უსაფრთხო, განვითარებული ევროპული ქვეყანა.